Ja. Čo mám teraz saubers? Ახლა აი ამ ორკვალი სისტემაზე როცა საუბრობთ, თარგე მართლმადიდებლობის გამომწვევებზე, თარგე ბრალის გამომწვევებზე, მართალია შედეგობრივად თითქოს ისე რა თქმა უნდა შედეგობრივად ერთი სახელით ასე ჩანს რომ როგორც მართლმადიდებლობის გამომწვევებს, ისევე ბრალის გამომწვევებს მოდებს შედეგად პასუხისმგებლობის გამორიცხვა. Ja. და შედეგობრივად სამართლებრივ შედეგებს თითქოს ეთქვათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამართლებრივი სტატუსი განსხვავებულია მართლმადიდებლობის გამომწვევებისა და ბრალის გამომწვევებისა. ახლა რაში გამოიხატება ეს განსხვავებულობა? ეს განსხვავებულობა გამოიხატება იმაში, რომ როდესაც სახეზე გვაქვს მართლმადიდებლობის გამომწვევი გარემოება, პიროვნება მთლიანად თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. გარკვეული მიუხედავად სისამართლე პასუხისმგებლობა და სისამართლე იძულების ღონისძიებები მხედველობაში ვერ იქნება გამოყენებული, თუმცა საერთო შემთხვევაში შეიძლება დარჩეს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება ეგრეთ წოდებული აგრესიული უკიდურესი აუცილებლობის დროს. ეს თუ რას ნიშნავს? თავდაცვითი და უკიდურესი აუცილებლობანი უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობები ჩვენ ამას მომდევნო ლექციაზე შევეხებით, სხვა ლექციაზე შევეხებით და მხოლოდ აქ მოკლედ ვიტყვი რომ აგრესიული უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა ნიშნავს იმას, როდესაც მე ჩემი საკუთარი ქონების გადასარჩენად სხვისი ქონება გავაზიანე. მაგრამ ხოში მე პასუხი არ დამეკისრება სამართლის უფრო დიდი ღირებულება გადავარჩინე თქო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე დამეკისრება ვალდებულება პასუხი სამოქალაქო სამართლებრივი, რომ მას აუნაზღაურო ის მიყენებული ზიანი, რომელთაც ჩემი ქონება გადავარჩინე. შემდეგ, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოების არსებობის დროს კი არაბრალეული პირის მიმართ შეიძლება განხორციელდეს გარკვეული იძულებითი ღონისძიება, თქო და საჯელის გადასაჯელის. აი მაგათაც სულიერად დაავადებული პირმა თუ ჩაიდინა მასაწინააღმდეგო ქმედება, უმართლობა, სისამართლებელი უმართლობა, მის მიმართ გამოყენებული იქნება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებები და არა საჯელი. შემდეგ როგორც აღნიშნეთ, როდესაც არსებობს მართლმადიდებლობის გამომრიცხველი გარემოება, პასუხისმგებლობისაგან მთლიანად თავისუფლდება, ისა პასუხისმგებლობა გამოირიცხება, არა მარტო იმისა, ვინც უშუალოდ გამოიყენა აუცილებლისა მართლმადიდებლობის გამომრიცხველი გარემოება, არამედ იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც მონაწილეობდა მასთან ერთად ამ მოქმედებაში და ვინც ეხმარებოდა მას, ვინც გაუწია აუცილებელი დახმარება. ესე იგი, მისი პასუხისმგებლობაც გამოირიცხება. ხოლო, როცა გვაქვს ჩვენ ბრალის გამომრიცხველი გარემოება, ამ შემთხვევაში თანამონაწილის პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება. თუ აღმოჩნდა, რომ თქვათ ამსრულებელი, მცირეწლოვანი აღმოჩნდა, ან სულიერად დაავადებული აღმოჩნდა, ამით არ გამოირიცხება პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა მხოლოდ იმისა, ინდივიდუალურად, პერსონალურად და არა თანამონაწილისა. თანამონაწილეს დაეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც შუალობით ამსრულებელს, როგორც შუალობით ამსრულებელს. ჩვენ სწორედ აქაც იმას ხავს უთქვით, რომ ბრალის ნიშანი, ბრალეულობა არის პერსონალური ნიშანი არის. ანუ კონკრეტული პირის მიმართ განისაზღვრება ბრალეულობა კონკრეტული ადამიანის მიმართ. და არ არის ეს რაღაც ერთიანი საზომი ყველასათვის ბრალეულობა. შემდეგ და ესე იგი ჩვენ როგორც აღნიშნეთ, მართლმადიდებლობის იმ პირის მიმართ, ვინც იყენებს მართლმადიდებლობას როგორც თავისუფლებას, იყენებს მართლმადიდებლობის გამომრიცხველ რამათულ გარემოებას, რომ მის მიმართ არ არსებობს მოგიერების მის წინააღმდეგ არ არსებობს მოგიერების უფლება, წინააღმდეგობის გაწევის უფლება. რაც შეეხება არაბრალეულის მოქმედებას, არაბრალეულის მიმართ არსებობს უფლება, რომ გამოიყენო მოგერიება. მაგალითად, თუ სულიერად დაავადებული გიჟი თავს მესხმის მოსაკრავად, ან თუნდაც მცირეწლოვანი ბავშვი თავს მესხმის, მე შემიძლია იგი მოიგერიო, თუ სხვა გამოსავალი არ არის. დიახ, არაბრალეულად მოქმედი, თუნდაც სხვა არაბრალეულ გარდა ამის თავიდანვე სხვა არაბრალეული მოქმედებაც არსებობს, არაბრალეული მოქმედება. მის მიმართაც შემიძლია გამოვიყენო მე ახლა მაგალითად ვიღაცა ესე იგი ეუბნება, თქვა პეტრე ეუბნება ივანეს, რომ შენ თუ არ მოკლავ გიორგის, მე შენ მოკლავ და ორივეს ახოცავთ. და ამ შემთხვევაში თეორია მიიჩნევს, რომ შეიძლება ამ შემთხვევაში ივანეს პასუხისმგებლობა გამორიცხული იყოს, ბრალეული, არაბრალეული მოქმედების არაბრალეული აქვს შემთხვევაში. მას აიძულებენ და ღირებულებას აკეთებს ის, რომ თავის სოციალურ სოციალურ გარდა
გარჩევანი ამას თეორია თუ წარმოც მოწამდებებს ასეულს, მაგრამ დავუშვათ გავუყვეთ ახალი თეორიას, რომელიც ამოსვა ამ შემთხვევაში არაბრალებული ადამიანის მოქმედება. მაგრამ გიორგის, როგორც უნდა მოკრას ივანემ, პეტრეს იძულების გამო აქ მოგერების უფლება ივანეს მიმართ. ორიოს მიმართ აქ მოგერების უფლება და მათ შორის იმის მიმართაც, ვინც არაბრალებლად მოქმედებს. დიახ. აი ეს განსხვავებული სტატუსი, ესე იგი განსხვავებული სტატუსი ჩვენ რას გვაძლევს? მარცხნივ გამოსვლებთან მიმართებაში და ბრალის გამოსვლებთან გარემოებთან მიმართებაში. ეს ესე იგი კათოლიციზმი ჩვენ მართებს ყოველთვის. შემდეგ, ახლა როგორია თვითონ სტრუქტურა? მარცხნივ გამოსვლებთან გარემოების სტრუქტურა როგორია ეს? იგი ეს სტრუქტურა შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან. ეს არის ობიექტური ელემენტი და სუბიექტური ელემენტი. მარცხნივ გამომრიცხველი გარემოების, ესე იგი სტრუქტურა შედგება ორი ელემენტისაგან. ეს არის ობიექტური და სუბიექტური ელემენტი. ობიექტური ელემენტი რას ნიშნავს? ობიექტური ელემენტი ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსებობს ობიექტურად, ადამიანი ვინც სარგებლობს ამ უფლებით, არა, ან გეომოგერების უფლებით, ან დამშვიდ დაკავშირებით. საფრთხე არსებობს, ობიექტური საფრთხე არსებობს მისთვის და ეს რეალური საფრთხე არის, ობიექტურად არსებული რეალური საფრთხე არის და სწორედ ამიტომ უჩნდება მას უფლება, მოგერიების უფლება. დიახ. აი ეს არის ობიექტური ნიშანი 23 და ყოველთვის მარცხნივ გამომრიცხველი გარემოებით სარგებლობის უფლება იქითკენ არის მიმართული, რომ რაღაც ობიექტურად შექმნილი საფრთხეებთან თავიდან აცილებული. ყველა შემთხვევაში ასეა. ეს იქნება აუცილებელი მოგერება, უკიდურესი აუცილებლობა, ეს იქნება თქვა დამაშავების საკრავით მიმართული მოქმედება თუ მარჯვენიერი რისკი თუ სხვა მარცხნივ გამომრიცხველი სხვა გარემოებანი, რომელიც არ სახელდება კანონით. დიახ. ყველა შემთხვევაში რაღაც საფრთხის აცილებაზეა საუბარი. დიახ. ამ შემთხვევაში მოსწავლეების საფრთხის აცილებაზე საუბარი. აი ეს ობიექტურობა საფრთხის რეალურად არსებობა ნიშნავს, რომ ეს არის თუნდაც აი ეს ობიექტური ნიშანი შეიძლება მაშინ მდგომარეობს. მარცხნივ გამოსველი გარემოების. ახლა რაც შეეხება სუბიექტურ ნიშანს. სუბიექტური ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს ადამიანს, ვინც სარგებლობს ამ უფლებით, მარცხნივ გამოსველი გარემოების უფლებით სარგებლობს, მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ინტელექტუალურად, რომ იგი იყოფება საფრთხის ქვეშ, რომ საფრთხე არსებობს მის მიმართ, ეს უკვე გაცნობიერებული და ამავე დროს მისი მოქმედების მიზანი უნდა იყოს ამ საფრთხის აცილება. სუბიექტური დროს. ანუ გვაქვს ესე იგი მასშტაბი კოგნიტური ელემენტის და გვაქვს ესე იგი მასშტაბი ვოლუნტარული ელემენტი. ანუ გვაქვს ინტელექტუალური და ინტელექტუალური ელემენტი ცოდნის სახით, რომ მან იცის, რომ საფრთხე არსებობს მის მიმართ და გვაქვს ნებელობითი ელემენტი. ვოლუნტარული ნებელობით, ანუ დამოკიდებული მისი მიზანი, სურვილი მისი არის, რომ აცილებული იქნას თავიდან ეს საფრთხე. ახლა აქ ეს არ არის უშუალო საკითხი, შეიძლება ვთქვა, რომ ეს ჩულები ომოვი არ არის, ჩულები ომოვი, ეს უშუალო საკითხი არ არის და რატომ ახლა? აი მაგალითად ადრინდელ კლასიკურ სისხლის სამართალში ძველად იყო მიჩნეული, ასე იყო მიჩნეული, რომ თავარია ობიექტური მომენტი. გადაწყვეტია ობიექტური მომენტის არსებობა და სუბიექტური ელემენტი არსებობს თუ არა ამ დროს ნიშანი ეს ამას მშრება რა აქვს თუ ობიექტურად რამე საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა და მოიგერია ამას მშრება არ აქვს ესე იგი მას რას ფიქრობდა ეს გაცნობიერებული ქონა არ ქონდა გაცნობიერებული ამ საფრთხის აცილების მიზანი ქონდა თუ რაც ეს ასე შემდეგ და თანამედროვე სისხლის სამართალის თეორია ასე არ მსჯელობს ის ამბობს არა აუცილებელია ესეთ რომ ადამიანის მოქმედება მიზნობრივი უნდა იყოს ამ დროს და როცა სარგებლობს მოგერების უფლებით იგივე თქვა მოგერების უფლებით სარგებლობს ან დამაშავების საკრავის უფლებით სარგებლობს ახლა მაგალითად დავუშვათ ასეთი რა გვაქვს მარცხნივ გამომრიცხველი გარემოება ისეთი როგორც არის დამაშავების დასაკავებლად მიმართული მოქმედება მიმართული დამაშავების საკავებლად მე თქვა ვიღაცა ადამიანი არ მომეწონა დავეცხი თავს რაღაც პირადი ინტერესის გამო დავეცხი თავს ამ ადამიანს რაღაც მაცხენა ამ ადამიანმა რაღაც ცუდი და დავეცხი თავს და შევგოჭე შევყარი ეს ადამიანი და ძალა გამოვიყენე მის მიმართ ატყდა ამაზე ჩოჩკოლი ერთი ამბავი მოვიდა პოლიცია და სტაციის ორივე ცხელი რა როგორც მზის მონაწილეებს აღმოჩნდა ჩემ და უნებურად აღმოჩნდა რომ ეს კაცი არის ძებნილი უთუპრელობა ჩადენილი და ბანდიტიზმია ჩადენილი რაღაც ყაჩაღობა და ამ შემთხვევით გამოიცა მე ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება ჩაითვალოთ მოწმე მოქმედება როგორც მიმართული დამნაშავების საკავებლად იმიტომ რომ არ ქონია მიზანი არ ქონია ინტერესი არ ქონია და არ ცოდნა არ ქონდა ამის დიახ აი ეს განსხვავება რომ დავინახოთ ეს რამშვიდობა აქ კლასიკურ შეხედულებასა და თანამედროვე სისხლის თეორიულ შეხედულებას შორის რომ აუცილებელია დიახ ახლა დგება საკითხი ამ შემთხვევაში როგორ უნდა გადაწყვეტოს პირველი პასუხისმგებლობის საკითხი როდესაც მან ობიექტურად მოიგერია საფრთხე მაგრამ არ ქონდა ამის შეცნობა და არ ქონდა ამის მიზანი პასუხისმგებლობის საკითხი როგორ უნდა გადაწყვეტოს
ამ შემთხვევაში მაგალითად არის ორგვარი მიდგომარი თეორიაში, უცხო და კათოლიკურ თეორიაში ორგვარი მიდგომარი ის რომ ერთი მიდგომარი ის რომ ამ დროს ჩვეულებრივ თუნდაც არის ადამიანი, მე რო თქვა რომ ვიღაცა ჩემპიონატ ინტერესის გამო გამოვეკიდე ვიღაცა ქუჩაში შემოუჭე და ძალადობა გამოვიყენე მის მიმართ ამ შემთხვევაში ჩემო ბატონო მე უნდა ვაგო ჩვეულებრივ პასუხი როგორც ესე იგი ძალის გამოყენებელმა თუ ამ შემოადგენლობა შეიძლება რა თქმა უნდა დიახ ასეთია შეხედულება ჩვეულებრივ პასუხება არაფერი შეგვიძლია ემოციებოდა მეორე შეხედულება არსებობს რომ ამ შემთხვევაში მე პასუხი უნდა ვაგო მცდელობისათვის ამ დანაშაულის მცდელობისათვის თქვა როცა მე უღაცა დავეცე თავზე პირადი ინტერესის გამო და მის შევბოჭი და შევკარიესა და ზიანის გამო ანუ მისი უკანონო თავისუფლება აუგოთ ესე გამიგა ხო და მე რაც აღმოჩნდა ბანდიტი სიამბილეში ის პოლიცია რომ მოვიდა ახლა ამ შემთხვევაში კლასიკური მიდგომა ამბობდა ეს ტურავა და ის სხვები ამბობენ რომ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ მე უნდა პასუხი როგორც უკანონო თავისუფლებისთვის მაგრამ არსებობს სხვა შეხედულება გამოჩენილი ცნობილი 18-ე ძალიან ცნობილი გერმანელი კრიმინალისტების ეს არის იეშეკი რა მოდი 2-3 წუთიდან გადაეცვალა იგი 95 წელს და ესეთი უძლიერესი მეცნიერი 18-ების და მეორე კახალ ასევე ძალიან დიდი ცნობილი ავტორი გერმანიაში იაკობსი პროფესორი იაკობსი დიახ ეს იეშეკი და იაკობსი ამბობს რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მას პასუხი უნდა ვუღებთ მცდელობისათვის ანუ მართალია ის იმ დანაშაულს ჩადით რაც განზრახული ქონდა თავისი იმით მაგრამ ვინაიდან აღმოჩნდა რეალობა სხვაგვარი ობიექტური თერება სხვაგვარი აღმოჩნდა რა ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული და მან მცდელობისთვის უნდა ააგოს აი თორს თუ მაგალითად მე შევბოჭე ვიღაცა რა პირადი ინტერესის გამო რა შური მეძია მასე რა და ამ შემთხვევაში ტურავა იტყვის რომ მოსამართლე როგორც ტურავა იტყვის რომ პასუხი უნდა ააგოს უკანონო თავისუფლების აკვეთისთვის მაგრამ თუ მოსამართლე იქნებოდა იაკობსი ან იეშეკი ის იტყოდა არა პასუხი უნდა ააგოს უკანონო თავისუფლების აკვეთის მცდელობისათვის ანუ ეს ეხმიანება სადაც გავიხსენოთ უარგესი მცდელობა როცა ობიექტი ხელყოფის ობიექტი არ არსებობს თუ რეალურად დიახ აი ეს უარგესი მცდელობის აკტესით უნდა ააგოს პასუხი მე სადღაც უფრო ამ იაკობსისკენ და იეშეკისკენ ვიხსენე ჩემი პოზიციით ასე ვთქვა ეს უფრო დასაბუთებულად მოაჩნია იმიტომ რომ რაღაცა იმ ის რომ ვითარება სხვაგვარი აღმოჩნდა ობიექტური ვითარება რა ამა თავისი ასახვა უნდა ყოს პასუხისმგებლობაზე რაღაცა ეს იკარგება მაშინ ეს ელემენტი ეს ვითარება იკარგება და ზარალ დაიკარგოს და კვალიფიკაციაში რომ გამოხატულება უნდა პოვოს და ამიტომ იმაჩნია რომ ამ შემთხვევაში უფრო მართებულია პოზიცია ამ იეშეკისა და აი იმისა იაკობსისა თუმცა რა თქმა უნდა მეორე პოზიციაც აქვს არსებობს უფლება და ანგარიშგასაწევია და პატივსაცემია ასე ვთქვა ყველას მხრიდან შემდეგ ახლა აი ესეთი ისა მასედამე აი ეს შეიძლება ახლა სუბიექტურ ელემენტს აი მასწავლებლობის გამოცხადა გარემოს სუბიექტურ ელემენტს ახლა როგორც მოგახსენეთ თავისი სტრუქტურა მასედამე გამოკიდებელი სტრუქტურა ამ სუბიექტურ ელემენტს ეს არის ინტელექტუალური მომენტი და ეს არის ნებელობითი მომენტი ახლა აქაც დგება საკითხი აუცილებელია ორივეს არსებობა რომ თავთავად პასუხის გამოსაგარებება თუ გამომართლება ასე თუ გამართლება რომ თვითონ გამომართლებლად რომ გამართლებული აქვს ყველა ადამიანის მოქმედება თუ აუცილებელია ორივე მომენტის ერთდროულად არსებობა როგორც ინტელექტუალობის ასევე თქვა ნებელობითი მომენტისა სურვილისა ახლა აქაც განსხვავებული შეხედულება აქვს აი მაგალითად აი ესე იგი მაგალითად ეს ამბობს ტურავა ვესელსი და ბოილკე გერმანელი ავტორები ესეთები მათი ფოტოშოპის სახელმწიფო ვითარებენ ახლა სულ ახლა კაპულენაზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა იურიდიულ ფაკულტეტთან თარგმნის სახელმწიფო ჯერობით სასიგნო ეგზემპლარია გამოსული და იმედია რომ მეტი ტირაჟი ხომ გამოცემული ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. დიახ, ანუ ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ასე რომ ვთქვათ ხადავაი ლიტერატურა რა ისა სახელმწიფო გერმანიაში ვესელსი და ბოილკი. და აი ეს ტურავა ვესელსი და ბოილკი ამბობენ რომ საკმარისი არ არის მხოლოდ ის რომ ადამიანს გაცნობიერებული მქონდეს რომ ის რა სამთხე არსებობს და ამიტომ მოქმედებს არამედ მას უნდა მქონდეს მიზანი ამავე დროს ამ სამთხის აცილებისა უჩაუთროთ გამართლებად აცილების მიზანი უნდა მქონდეს ახლა შეიძლება ვინმე თქვას რომ ესე იგი რა უცილებელია თუ კი ადამიანი მოქმედებს და მოქმედებს იმიტომ რომ არ იცის რომ საფრთხეა და ახლა მას ამ საფრთხეს ასაცილებლად იმოქმედა თუ არ იმოქმედა რაღაცა რა აუცილებელია კიდევ ასე და ვოლუნტარული ემოციის არსებობაა
მაგრამ ესენი ამბობენ აუცილებელია მე რომ დავფიქრდი შემდეგ მე მეგონა პირველად ვფიქრობდი რომ მაგრამ საკმარისია ახლა გასწორებული მაქვს საფრთხეა და ამიტომ მოხდებოდა მაგრამ რაც ისე იგი შეიძლება თუ ეს არ იქნება ორივე ელემენტი ერთად შეიძლება გარკვეულ წინააღმდეგობებში აღმოჩნდეს გარკვეულ შემთხვევებში აი მაგალითად აი ესეთი რაღაცა რომ მაგალითად ვერ დაიჯებოდა ამ შემთხვევაში აი ჩემი მაგალითია მაგალითად აუცილებელი მოგერების ფარგლები აუცილებელი ვინც განზრახვა გააცილა მოგერების ფარგლებში განზრახვა გააცილა ანუ მართალია საფრთხე შეიქმნა იგერიებს ამ საფრთხეს გაცნობიერებული იყო საფრთხეს იგერიებს საფრთხე და მოიგერიოს ამას აკეთებს მაგრამ სინამდვილეში რეალურად მიზანი არა აქვს და განზრახ შეგნებულად გადააცილა ამ მოგერების ფარგლებს აი მაგალითად რა მაგალითი როგორ მოვიყვანთ აი ელემენტარული მაგალითი დამეცხა თავს მთვრალი ადამიანი არის ეს საკეთებს აი შემთხვევები ზანაც რომ გამიგინეთ რომ ვერ დავშიდით თვითმფრინავს ეგრო ყოფილა ყოველ სიტყვა რომ ვიგერიებდია რომ საშკარად არის მაგალითი იგივე ხო მაგრამ ის მე დასამტკიცებლად ახლა თქვა მომესმის რომ კარგო ჩვენ ვუჯერებთ ანუ დოქტორ პრაგოს სამართლის კატეგორიებზე რა არის ძენსამტკიცებელი რა არის აგრესამტკიცებელი პროცესში მოედებდა პრობლემას ჩვენ სისტემატურად ძიროს უწყურა დადგენილი ფაქტური გარემოებებს როცა გვაქვს დადგენილი უწყურა ფაქტური გარემოებები რა თქმა უნდა იმას თავის პრობლემა აქვს მე პრაქტიკას მაგრამ ეს თქვენ მოდელი სისტემატურად ძიროთ აი აქ ძიროთ დადგენილი ფაქტორებს აი მაგალითად მე თვრალი ადამიანი დამესხა თავს გამოთევებული არის დასაკეთებს და მე ეჩვენა რომ რაღაცა მის მოწინააღმდეგეა რაღაცა წინებელი ვარ და უნდა რაღაცა მიქნას დამარტყას ამ რაღაცა მომტეხა რაღაცა და დამესხა თავს მაგრამ ძირბიოს ახლა მე შემიძლია მოვიგუფლება მოიგერიო რა თქმა უნდა უფლება გავეცა რომ უფლება მაქვს მოიგერიო მაგრამ უფლება მოიგერიო და საკმარისია რომ ხელი უკარა და მოვიშორო თავიდან და ამის მაგერად ეღა თხლიშა თან გოხეთქო შუაზეა რა ეს რა თქმა უნდა გადაცილებულია მე კი ვიამბობ გაცნობიერებული მაქვს საფრთხეა რაღაც ჩემს მიმართ და ვიგერი ამ საფრთხეს მაგრამ მიზანი სხვა გამოვიდა ხო ჩემი ამიტომ მე დავისადე ამ საჭიროს დიახ და თუ ჩვენ საკმარისად ჩავთვლით ხოლმე ინტელექტუალურ მომენტის არსებობას და გაცნობიერებას საფრთხესაც ხო და რა მაშინ ჩვენ ასე შემთხვევაში ადამიანებს ვეღარ დავიჟიდით და ეს იქნებოდა ყოველად გაუმართლებელი სისხლსამართლის ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე დიახ ახლა ზოგჯერ ძალიან ძნელია მაგალითად ძალიან ძნელია იცი ესეთი მაგალითად ცდილობს ეს შემთხვევაში შექმნას რომ ძნელია ეს არის მართლაც გამომრჩეული გარემოება თუ არ არის და თუ ბრალის გამოსხმა არის საზღვარზე რო არის მაგალითად ახლა იგივე ჯიბის ქურდი ავიღოთ ავამიღო ჯიბიდან მივხვდი რომ ფული ამოღო გაიქცა გამოვეკიდე დავეწიე და სტაცე ქეჩოში ხელი პატარა ბიჭია სტაცე ხელი ქეჩოში და ავწიე და ვეუბნები დავაკავე რო თქვა აუკვეთე თავისუფლება და ვეუბნები რომ ესე იგი მომეცი ჩემი ფული ის მონება არ მაქვს არ მომიპარია არა შენ გავიცი რომ მათ შემსაფული ჯიბეში უდევს ავდექი და ამოატრიერე თავდამო და დაფეთქე და გამოვარდა ჩემი საფული ეგე და ერთი პაულის უთავაზე კიდე ეს რო ავიღე ახლა ეს რა იქნება მართლაც გამომრჩეული გარემოება იქნება თუ რა იქნება ბაჭო და სადაოს აკეთა თუ ბრალის გამომრჩეული გარემოება თუ მართლაც მიზანიც ხო ქონდა რომ მიზანიც ქონდა რა თქმა უნდა ჩამოვარდა ჩემი ქონდა ხო აუ გადავარ პაუზა მაგრამ გამოვიდა თქვა ძალადობა შევბოჭე თქვა შევკარი შევბოჭე ძალადობა გამოვიყენე რა ძალადობა გამოვიყენე და დაკავებაზე ხო რა ხო და ეს მაგრამ ძალადობა დაკავება არ არის მიზანი არ მაქვს მე იმიტომ რომ პოლიციაში არ მიყვავს ისა წავარდი და გავაკეთე მიზნად არ შეითვლება რომ პოლიციაში ხო მიზანი არ მაქვს მე რომ პოლიციაში წავიყვანო მე დამნაშავე დაკავება გამართლებულია მაშინ გამორჩოლია პასუხი როცა მაქვს მიზანი რომ პოლიციაზე გადავწე ადამიანი მე რომ დამნაშავედ უნდა ბანდიტს ვაკავებ შევბოჭი და დავამწყვრე პადუაში სახში და არ პოლიციაში არ მიყვავს ეს უკვე დანაშაულია წასილები უკან თავს საყვეთა იქნება ეს ამიტომ რომ მე მიზანი არ აქვს ამას დანაშაულ საყვეთისა და პოლიციის ის მიზანი არ აქვს რაც ჩადებული არის აი ინსტიტუტში ამიტომ აი ამ შემთხვევაში ახლა თუნდა ზოგიერთ ზღვარზეა ბრალის გამომრჩეული და მართლაც გამომრჩეული გარემოება არის ესეთ შემთხვევები მაგალითად ან და თქვა ესე იგი კიდევ ასეთი რაღაც მაგალითი რომ ესა ხო იგივე მაგალითი ხო აი ასეთი შემთხვევები მაგალითად შეფასება ძალიან ისეთი უნდა სკრუპულოზური მიდგომა ასეთი ფაქტების შეფასებას რასაც გვაქვს ახლა გვაქვს რა მართლაც გამომრჩეული გარემოება თუ არა გვაქვს ამიტომ არის სწორედ ამაში გვეხმარება ეს მაგალითად ვიყავი რომ მიზანი რა მაქვს ჩემ მოქმედებს აუცილებელი ამის დადგენა და არ კი მაგრამ მხოლოდ ინტელექტუალური მომენტის არსებობა აუცილებელი და მიზნის ესე იგი დადგენაც კიდევ შემდეგ ახლა რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია თავისთავად არსებითი არის ობიექტური მომენტის არსებობა ობიექტური ესე იგი გარემო მხარე ობიექტური მხარე ამ გარემოების გამოყენებისათვის აუცილებელია მასალე
ესე იგი სტრუქტურის ობიექტური ელემენტი. ვინაიდან ეს თუ ობიექტური ელემენტი არ არის ფაქტობრივად რეალურად არ არის ობიექტური ელემენტი. ამ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული სამართლებრივი შედეგები მივიღოთ. ახლა რა მოხდა ხედელებაში? აი მაგალითად ეგრეთ წოდებული მოჩვენებითი მოგერიება. მე მომეჩვენე რომ საფრთხეს მიქმნის სხვა ადამიანი, ისეთ ვითარება არის, საფრთხეს მიქმნის, რომ ემუქება ჩემს უცხოელ ჯანმრთელობას, სენდვიჩი ასეთი საფრთხე რეალურად არ არსებობს და მე მოვიგერიე და ზიანი მივაყენე მას. აი აქ ასეთ შემთხვევაში უკვე ობიექტური მომენტის არარსებობა, მაგრამ ფაქტობრივად არარსებობა შეცვალა აბსოლუტურად ვითარება. და ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვეღარ ვიმჯერებთ მასწავლებლის გამომცემლობის არსებობაზე. მაგრამ ის რომ მე ასეთ სიტუაციაში ვიყავ ექსტრემალურ ვითარებაში და ვერ განსაზღვრე და ტრატემად ვერ მოვიქეცე ყურადღებიანად და წინახედულად რაღაც შეცდომა არ დამეშვა რა. ეს რა თქმა უნდა გარკვეულ გავლენა უნდა მოახდინოს პასუხისმგებლობაზე და შეიძლება დაადგეს საკითხი ბრალის გამორიცხვაზე, არაბრალურ მოქმედებაზე შეგვიძლია საკითხი თუ ასეთი შეცდომა საპატიებელი იყო ჩემთვის. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი შეცდომა ადამიანისა ზოგჯერ საპატიებელია, ზოგჯერ არ არის საპატიებელი. ამიტომ რომ თუ ადამიანი მოქმედებს ძალიან ისეთი დაძაბულ, სტრესულ, ექსტრემალურ ვითარებაში და მაშინ მოეჩვენა საფრთხე და სავსებით შესაძლებელი იყო მივიჩვენოთ, ჩვენ ზერობით მივიჩვენოთ, რომ სავსებით შესაძლებელი იყო მას მართლა რეალურად აღეყვა საფრთხე, რომელიც რეალურად ფაქტობრივად არ არსებობდა და რეალურად აღეყვა და შეიძლება საპატიებლად ჩავთვალოთ მის შეცდომა და მთლიანად გამოვიცოთ პასუხისმგებლობა ბრალის არაბრალობის პრინციპი. მაგრამ თუ ასე ვერ მივიჩნევთ, შეიძლება მაშინ ესე იგი ეს ჩავთვალოთ როგორც არასაპატიებელი შეცდომა, რომელმაც შეიძლება შეამშუბუქოს მისი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად, ანუ საჯერის დანიშვნის დროს ჩვენ ეს გავითვალისწინოთ ძალიან სერიოზულად. დიახ. ახლა როგორია სისტემა? აი მართლმადიდებლობის გამომწვევი სისტემა როგორია? მე მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, სისტემა, რომელიც კანონში არის, საკანონმდებლო წესში არის მოცემული და ელემენტები ამ სისტემისა და რომელიც კანონმდებლობაში არ არის მოცემული. ანუ სისტემა ზოგადად განვიხილოთ, როგორია მართლმადიდებლობის გამომწვევი რეალურად, ესე იგი გამოყენებადი არსებული მართლმადიდებლობის გამომწვევი გარემოებისა, ესე იგი სისტემა გახდა ასეთი, რომ ნაწილი არის ამერობისა ისეთი, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით, კანონში, როგორც მართლმადიდებლობის გამომწვევი გარემოება, არის გარემოებები, რომლებიც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული კანონში მოცემული, მაგრამ იგულისხმება აუცილებლობით. აუცილებლობით იგულისხმება. ახლა ჩვენ კანონ კოდექსში გვაქვს დასახელებული ისეთი პირდაპირ დასახელებული ისეთი მართლმადიდებლობის გამომწვევი გარემოებები, როგორც არის აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა, შემდეგ მოქმედება მიმართული დამნაშავის შესაყრობად, შემდეგ და მარჯვენიერი რისკი. ჩვენ დღეს რა თქმა უნდა არ გვაქვს საშუალება დღევანდელ ლექციაზე ცაცაკე დავახასიათოთ, რომელიც მომავალი ლექციის საუბრის თემა არის. ხოლო დღეს ზოგადად აი ესენია პირდაპირ მოცემული ამ სისტემიდან ჩაწერილია პირდაპირ. კოდექსში პირდაპირ ჩაწერილი. წინა კოდექსში მაგალითად იყო მხოლოდ ორი ჩაწერილი პირდაპირ, როგორც მოგახსენეთ, აუცილებელი მოგერიება და უკიდურესი აუცილებლობა. მაგრამ გარდა ამ 4-ისა არსებობს კიდევ მართლმადიდებლობის გამომწვევი სხვა გარემოებები, რომელიც პირდაპირ კოდექსში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არის რეალურად ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული ნებისმიერ შემთხვევაში მათი არსებობა. დიახ. და ამის შესაძლებლობას უკვე ახალი კოდექსი გვაძლევს წინა კოდექსსა განსხვავებით. ახალი კოდექსი გვაძლევს 32 მუხლი ამბობს, რომ გარდა ამ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ დასახელებულია კოდექსშიო, შეიძლებაო არსებობდეს კიდევ გათვალისწინებული იქნეს მართლმადიდებლობის გამომწვევი სხვა ისეთი გარემოებები, რომელიც გამორიცხავენ პასუხისმგებლობას, ისეთი გარემოებები, რომლებიც არ ეწინათ თავისი შინაარსით, მნიშვნელობით არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობის გამომწვევი გარემოებების ზოგად პრინციპებს. წინამორბედში არ მოდის მასთან, დიახ. ანუ დაგვიტოვა კანონმდებელმა დატოვა გარკვეული, ესე იგი, შესაძლებლობა იმისთვის, რომ რეალურად გაითვალისწინოს რაც წინა კოდექსში არ იყო. ახლა ასევეა დათვალისწინებული 38 მუხლი და ბრალის გამომწვევი გარემოებებია დასახელებული, კიდევ მერტოვის კანონმდებელი გზავს, რომ კიდევ სხვა ეროვნული შეიძლება იქნეს დათვალისწინებული, რომ კოდექსში არ არის დასახელებულიო. და სხვადასხვა თვითონ კოდექსის შემუშავებელი კომისიის ერთ-ერთი წევრი გახდით და კომისიის თავმჯდომარე გახდა პროფესორი გიორგი ტყეშელიაძე, უნივერსიტეტის პროფესორი და როდესაც საბოლოო პროექტი მზად იყო და გადაიქნას პარლამენტის სესიაზე სამჯეროდ, არა? ამ დროს ერთ-ერთმა განხილვა რომ მიმდინარეობდა პლენარულ სხდომაზე. ერთ-ერთი დეპუტატი წამოდგა, გვარს დავასახელებ და ასე თქვა სამხედროი გამოთქვა კომისიის მიმართ და თავმჯდომარის მიმართაც, რომ აი ეს მუხლები რო გვაქვს 32 და 38 მუხლებიო.
ეს მუხლებიო ესე იგი არ არის სწორია ასეთ რამის შემოტანა კოდექსიო და რატომ ბატონო გიორგი ცხადა იმიტომ რომ ესო საშუალებას მისცემს მოსამართლეებს რომ ბროდად გამოიყენონ ეს ნორმებიო და კორუფცია შეუწყობს ხელს თავსაირები ბატონო გიორგის პასუხი იყო არაჩვეულებრივი ახლა რა ვქნათ ბატონო ნორმალური სამართალი ამას გულისხმობს აუცილებლად ასეთ ნორმების არსებობასო და ორ კოდექსს ხო ერთად ჩამოვიღებთ ახლა ერთ მეკთამებისთვის არ და მეორეც არამეკთამებისთვის და ხო ვარ გამოსავალი არ ქონდა ასეთ პროცესს მოყოლიყო თანამედროვე სამართალი ყველგან ეს აღიარებულია და ამიტომ ჩვენ ყოველთვის უარს ამის გამოვხდა დიახ რა თქმა უნდა ესე იგი ეს გარემოები ეს მუხლები იმიტომ არის მოცემული ეს ზოგადი ნორმები რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ესე იგი პრაქტიკას რომ კიდევ სხვა გარემოების ესე იგი იქნეს გამოყენებული ახლა ასეთი გარემოების სისტემა აქვს კიდევ ჩამონათვალი ძალიან ჩამონათვალია და ამას ჩვენ შევეხებით ხოლო მინდა ვიჩვენოთ რა ეს სისტემურად როგორ არის ჩამოყალიბებული მასწავლებელი სიცხეს სამართალში აი ამ გარემოების ესე იგი არსებობა ხო ახლა ეს მართლობის გამომრიცხველი გარემოები რომლებიც კოდექსში არ არის უშუალოდ დასახელებული მოცემული არა რომლისგან ჩვენ გზას ვიტოვებს ხიდს გვაძლევს ასე რომ ვთქვათ ოქროს ხიდის არ იყოს გვაძლევს ვთქვათ აი ეს 38 მუხლი არა აი ეს მართლობის გამომრიცხველი გარემოები შეიძლება გამომდინარეობდეს სამართლის სხვა დარგებიდან ანუ ნებადართული სამართლის სხვა დარგებით ნებადართული მოქმედებებიდან შემდეგ ახლა მაგალითად გვავიღოთ აი შეიძლება ვინმეს სამხელეო და სამსახურებრივ ფუნქციას სამსახურებრივ ასე რომ ვთქვათ ფუნქცია შეადგენდეს გარკვეული მოქმედება რა მაგალითად ავიღოთ ასეთი მაგალითი ადმინისტრაციული სამართლის სფეროდან მაგალითად ვინმეს მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობის დანგრევა გარკვეული სულ ადამიანების მიერ ვისაც დავალებულია თუმცა ასეთ მოქმედებს ახორციელებს და რომელიც ხორციელება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ახლა იმის ასეთი ახლა რაღაცა საკუთრება იყო ხო ეს ნაგებობა მაგრამ არა კანონიერი საწყისებიდან წარმოშობილი საკუთრება ასე რომ ვთქვათ ხო უკანონოდ დაგებული შენობა იყო და თუმცა არსებობდა და მივიდნენ და დაუნგრიეს ამკაც ახლა შეიძლება თქვას ვინმე კაცო ორი სხვა საკუთრების გაყოფა არის და რა გამორიცხავს მართლმადიდებლობას გამორიცხავს ის რომ სამართლის სხვა დარგით ეს არის გამართლებული ნებადართული ესა და სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება მთავრობაზე დიახ შეიძლება ეს ნებადართულობა ასეთი და ასეთი გამართლება მოქმედებისა გამომდინარეობდეს ადათიდან ჩვეულებიდან და ასე შემდეგ ახლა ყველაფერი სამართალში ჩაიწერება რა თქმა უნდა და ღმერთმა უკრავს რომ ყველაფერი სამართალში იყოს მოქცეული ჩვენ ცხოვრება ყველა ნიუანსი და ყველა შემთხვევა ჩვენ ცხოვრებისა იყოს სამართალში მოქცეულია რეგლამენტირებული ყველაფერი კანონით მოდავიფაროს ამისგან დიახ მაგრამ რა თქმა უნდა ეს მართლმადიდებლური გამოძიების ჩვეულებითი ნორმების საფუძველზე აი ესეთი რაღაცები დასაშვების შესაძლებელია რომ რაღაცა გამოიწყოს აი მაგალითად ახლა ჩვეულებრივი აი მაგალითად დაზარალებული თანხმობა ტრადიცია მაგალითად სპორტში ვაიღოთ ახლა დაზარალებული თანხმობა არის რინგზე ერთ ადამიანი იკრავს მეორეს ხო არის თქო ხო მაგრამ აქ იგულისხმება ორივე მხარის თანხმობა ამაზე შეთანხმებული არიან რომ შეიძლება ეს მოხდეს ეს სპორტია შეჯიბრება არის და შეიძლება ეს მოხდეს და შეიძლება ეს დაზიანება მიიღო და მოხდა ასე შემთხვევაში რომ რინგზე მოხდა ადამიანები ეს ჩვეულებიდან მოდის უკან ტრადიციიდან მოდის და სპორტის ტრადიციიდან კულტურიდან მოდის დიახ აი დაზარალებული თანხმობა იგივე შემდეგ მან ძალის გადამეტებაზე გუსაუბარი არაფერს აღშეიძლება დამტარჯა და დაბდებული ნოკაუტში იყო და კიდე რა უყავდეს აი არა თუ განზრახ გადამეტა რა თქმა უნდა დაგიღო საკითხი მაგრამ ის რომ სპორტული წესების ფარგლებში ეს მოხდა რა შემთხვევა ასეთი და დაზიანება მიაყენა ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება მართლმადიდებლობად რომ მართლმადიდებლობად მაგრამ სულთაშორის არსებობს ისეთი შეჯიბრებებიც ასეთი გავსი სადაც არეულია თმენში კრივის ორთაბჯოლის ელემენტები და ჯოლა წესების გარეშე რო არის იქ რავი იქ შეიძლება მოკლას და მაინც მითხარ რომ შეთანხმებული არიან რა შეიძლება მან მეორე მოწინააღმდეგე მოკლას და მე არ ვიცი რომ წესები მოხერით ამ ორთაბჯოლის წესებს მე არ ვიცი რომ ზუსტად შეიძლება იქაც აკრძალულია ხო რაც აქ თუ ადამიანი დაგნებდა იგივე თქვა სამბოში არის რომ ადამიანი ხაიბა უმაღაშელი იქაც თუ დაახენ თავიდან ხო არ ვიცი არ წესებს არ გავიცნობ ეს ხო რა თქმა უნდა ჩიხი რომ მართლმადიდებლობის გამომდა ჩვენ გარემოება მაგრამ შეთანხმებულები იყვნენ და იმიტომ შევიდნენ ანუ ეგ სხვას მართლმადიდებლობა მას რო პარაგოს სწორედ როცა ის სპორტულ შეჯიბრებებზე ხდება ასე რა მაგით დავწო საუბარი არა ხო და ანუ ეს პარაგრაფი შემდეგ
ახლა ზოგიერთ ესე იგი როცა ვაპარაკობთ მართლმადიდებლობაზე და მართლმადიდებლობაზე აი მაგალითად ზოგიერთ იმაში დანაშაულის შემადგენლობაში მოხსენებულია კოდექსში მოხსენებულია ზოგიერთგან ასეთი ესე იგი ტერმინი მართლსაწინააღმდეგო ტერმინია მოხსენებული შემადგენლობაში საწერილი და ჩდება ერთგვარი ეჭვი იმისა რომ თითქოს და აი ამ ეტაპზე შემადგენლობის დადგენის ეტაპზევე წდება მართლმადიდებლობის საკითხიც. ეს არის ილუზია, ასე რომ ვთქვათ. ილუზია, იმიტომ რომ ასე არ არის რეალურად. მე რა მოხდებაში კონკრეტულად აი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თარგმნა იქ წერია. ეს ქურდობასა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითო. და როცა ვადგეთ ამ შემადგენლობასო, ხომ არ ნიშნავს ეს იმავდროულად რომ მართლმადიდებლობას დავადგინეთ უკვე ამას, რომ მართლმადიდებლობა ყოფილი. მარტო ამ ეტაპს. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. იქ რო წერია მართლსაწინააღმდეგო, ეს მას კი ანიშნავს მართლმადიდებლობის თვითონ მოქმედების მართლმადიდებლობაზე კი არ ლაპარაკი. მის ერთ ელემენტზე ლაპარაკი მიზანი იყო თუ რა მართლმადიდებლობა მისაკუთრება. ესე იგი რომ კანონსაწინააღმდეგო მიესაკუთრებინა ამის მიზანი ქონდა თუ არა. მიზნის შინაარს გვიხსნის ეს ტერმინი ამ შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ მიზნის შინაარს გვიხსნის და აი თუ ეს მიზანი იყო ამ შემთხვევაში იქნება დანაშაული შემადგენლობა გვექნება. დიახ და აი მხოლოდ ამ სუბიექტურ ვალუტატურ ელემენტის შინაარს გვიხსნა მეც არაფერს ამ ეტაპზე ეს ტერმინი მასაწინააღმდეგო და რა თქმა უნდა როცა დავადგენთ რომ მიზანი ქონდა მასაწინააღმდეგო მისაკუთრების ამ ადამიანს და შემადგენლობა განსაზღვრა დავადგენთ რომ შემადგენლობა არსებობს ამის შემდეგ ჩვეულებრივად ვზერობთ ისევე ამის შემდეგ ისე მართლმადიდებლობის გამომრიცხველი გარემო ხო არ არსებობს. დიახ. და შეიძლება ცირე წოვანი აღმოჩნდეს ხო მიზანი 13 წლის ბავშვს არ ხო მიზანი რომ მიისაკუთროს უშო უკანონო ვაცფრის ქონება. მაგრამ აღმოსვლა არაბრალეული ხო, მაგრამ შეიძლება მარამასაწინააღმდეგო აღმოჩნდეს მაგალითად უკიდურეს აუცილებლად უგანობაში იყო ბავშვი, უპატრონო, ობოლი, არ სამუშაო, არანაირ შემოსული და კლდეობაში მიშილით. უკვე სიკვდილის პირზე მიშილის გადა აიღო რაღაც ერთი ფუტუშა მოიპარა, ხო და ანეთი პოლი მოიპარა. დიახ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ის რომ გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ამ ადამიანს ქონდა მიზანი მისაკუთრების ამ ყურის მართლმადიდებლობის მისაკუთრების მიზანი ქონდა ამით არ გადავწყვიტეთ მისი მართლმადიდებლობის საკითხის მისი მოქმედების ამ შემთხვევაში საკითხი დავადგინოთ შეიძლება გამორიცხოთ მართლმადიდებლობა იმიტომ რომ უკიდურეს აუცილებლად უმრავლობაში იყო ადამიანი. დიახ. ანუ თავისუფლად გადაერჩინა ესე იგი სხვისთვის გარკვეული ზიანის მოდელების ფასად თუ მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანის მოდელების ფასად. დიახ. აი ესეთი ისე იგი მასშტაბი აი ამან არ უნდა გვაბინოს ამ ტერმინებმა ზოგჯერ ესე იგი ტერმინი მასაწინააღმდეგოს გარკვეულ მოხსენიებამ გარკვეულ შემადგენლობაში არ უნდა გვაბინოს. შემდეგ ახლა გარკვეული რანგირებები არსებობს აი მართლმადიდებლობის გამომწვევებისა და აი მაგალითად ახლა აი ესეთი რანგირება თქვა უკიდურესი მდგომარეობით გამოწვეული მართლმადიდებლობის გამომწვევები უკიდურეს მდგომარეობით ამაში გულისხმობა თქვა უკიდურეს მდგომარეობაში გულისხმობა აუცილებელი მოგერება აუცილებელობისათვის უკიდურეს ვითარება არ შექმნილი რომ საფრთხე მოიგერიო რეალურია საფრთხე მოიგერიო და ამ მოგერებისთვის ეს უკიდურეს ვითარება არის რა თქმა უნდა ასევეა უკიდურეს აუცილებელი მდგომარეობა თავისთავად ცხადია უკიდურეს აუცილებელი მდგომარეობა დამნაშავის დაკავებას როცა საშიში ბანკეტია გამორჩეული და ის დასაკავებელი იმიტომ რომ უკიდურეს ვითარება არ შექმნილი მიგამ რომ მან შეიძლება ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინოს კიდევ და დიდი ზიანი გამოიწვიოს დიახ და აქედან გამომდინარე მაგალითად აი ეს რანგირება რო ხდება შემდეგ აი ამ შეიძლება ვთქვათ რომ აი ამ შემთხვევაში უკიდურესი აუცილებელი მდგომარეობის მუხლილო გვაქვს არა ეს მართლმადიდებლობის გამომრიცხველი გარემოება რო გვაქვს აი ეს ზოგადი ხასიათის ნორმა არის შემთხვევაში აი ამ მართლმადიდებლობის გამომრიცხველი გარემოებებთან მიმართებაში არის ზოგადი ხასიათის ნორმა და აუცილებელი მოგერება უკვე როგორც სპეციალური ნორმა ის გულინება მასა მიმართებაში ჩვენ ხო ვიცით სისტემაში არსებობს ზოგადად სპეციალური ნორმების ურთიერთმიმართება. არაფერი. ესე იგი არსებობს ესე იგი მასშტაბი ჩვენ სისტემაში გვაქვს გავლილი თავის დროზე ზოგადად სპეციალური ნორმების ურთიერთმიმართება, ნორმათა კონკურენცია. დიახ. და აი ახლა მაგალითად აი ამ შემთხვევაში ახლა გვაქვს აუცილებელი მოგერებასა და ნორმასა და უკიდურეს აუცილებლობის ნორმა შორის გვაქვს
ზოგადი და სპეციალური ნორმის ურთიერთმემართება. ზოგადია უკიდურეს აუცილებელი ნორმა, სპეციალურია აუცილებელი მოგერიება, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ახლა გამოხდება თქვა რომ კანონმდებლობა ამოიღოს თქვა და აი ჩვენი ერთერას გადაწყვეტა ასე ამოიღო აუცილებელი მოგერიების ნორმა კოდექსიდან. და მოიგერი ადამიანმა დამნაშავე. დავჟიდით მოგერიება ის იქნება. დავჟიდით, ხო დავჟიდით, მაინც მათთან დამხმარებლობდნენ, ვიხენძღვანელებდით, უკვე ანალოგიით ვიხენძღვანელებდით, აი ამ იმით უკიდურეს აუცილებლად ზოგადობის ანალოგიით ნორმით ვიხენძღვანებთ ანალოგიის წესით. დიახ. აი ასე და ეს ვერ იქნებოდა მასთან დაჟიდით. შემდეგ ზოგჯერ ესე იგი ხდება ისე რომ შეიძლება კონდეს პრაქტიკაში ხდება შეიძლება შემთხვევა როდესაც გვექნება კონდეს გარკვეული კომბინაცია, ერთგვარი კომბინაცია მასწინააღმდეგობის გამომრჩეველი სხვა გარემოებებისა. აი მაგალითად აუცილებელი მოგერიებისა და უკიდურესი აუცილებლობისა. ახლა მაგალითად მე მივდივარ და მიმაქვს ნაცხოვარი ნივთი ძალიან ჯგუფად გამახსოვს. ნივთი ნათესავის მეგობრის ნაცობის ასე შემდეგ. ვინათ რომ მოდიო რა ნივთით. ამ დროს დამეცხალა როცა თავზე მოკლა უნდა და ავიღე ნივთი დავაფშვენი თავზე და მოვიგერიე. ახლა მე მივაყენე ზიანი იმ ადამიანს, ხო? აქ უკვე კომბინაცია გვაქვს. ახლა და შეიძლება მივაყენე 10,000 დოლარის ზიანი მივაყენე იმ ადამიანს, მე ამ ეს ნივთი თავზე დავაფშვენი. ეს კი მოვიგერიე, მე რა თქმა უნდა გამომწვევარება მაქვს, მაგრამ ახლა რა უნდა ზიანი მივაყენე იმას თვითონ უკიდურეს აუცილებელი მდგომარეობა. ზიანი და ანუ ამ შემთხვევაში აი ეს იქნება უკვე აგრესიული უკიდურესი აუცილებელი მდგომარეობა. აგრესიული, იმიტომ რომ მას ხოს მივაყენე ზიანი მე. რომელიც აქ შუაში არის საერთოდ ამ. არაფერი, სამოქალაქო წესი დაანაზაურებს, სამოქალაქო არჩევის წესი დაანაზაურებს იმ ზიანს. არანაირი სხვა საგანი რო არ მქონდეს მოგერიებისთვის. არანაირი სხვა საგანი რო არ მქონდეს მოგერიებისთვის და მხოლოდ ეს მქონდეს და მაგით მოგერიება. მაგ მოხდა როგორ კი. არა, რომ მქონდეს სამართლა ხო არ არის, რომ ჩემი სიცოცხლე გადავარჩინე და ანუ სხვა გზა არ მქონდა დავაშვენი თავზე და კიდევ 10,000 დოლარი მე უნდა გადავიხადო, იმიტომ რომ არა, რა თქმა უნდა, მე რა თქმა უნდა, მე რო ზარალს განვიცდი, ეს დაეკისრება, მე შემიძლია საჩელი. იმას ხო ბრალდები, ხო გასაგები ბრალდები იმას ხო ბრალდები. 116 მუხლი რო არის სამხაროო. აი ეს აუცილებელი მოგერიების ფაქტორში დამდგარი შედეგი არის მართლაც განამდებოდა ამ შედეგის ამ ქმედების შემდეგ დამდგარი შედეგი რო არ უნდა თავდება. ანუ ეს ხო იქ სამხაროო კოდექსში წერდა. აი ეს ვაზა ხო აუცილებელი ხო გაიგე ხო როგორ იქნება, ანუ ბრალდებულ იქნება. ის გულისხმობა, იმისთვის მიყენებული ზიანი გულისხმობა, მე ასე მოვიდა ხო. თუმცა არ მახსოვს პირადად ამ კოდექსის მუხლი, მაგრამ იქ გულისხმობა უშუალოდ თავდასხმაზე მიყენებული ზიანი არ ანაზაურდება, რა თქმა უნდა, არც შემთხვევაში, მაგრამ ადამიანი როცა მე რა შუაში ვარ 10,000 ზარალი მომოდგება 100,000 შეიძლება რა. მე რა შუაში ვარ, რატომ დავზარალე რა. თუ ის არ უნდა ზარალდეს, მეც არ უნდა დავზარალდე, ხო? და მე რა თქმა უნდა შენ ნამინაზაურო და შენ შეგიძლია მოთხოვო მე დაგაზარალე. დიახ. აი ასეთი ის არის. შეიძლება მასწავლე ეს აი მასწავლე აი ასეთი ის არის, ესე იგი მასწავლე კომბინაცია, ერთგვარი კომბინაცია შეიძლება მოხდეს კონდეს საქმე საკუთარ თვალში მასწავლებლის გამომრჩეველი გარემოებებისა და ეს თვალში ორივე იქნება ესე იგი გამოყენებული იმ საფუძველ პიროვნება გავათავისუფლოთ პასუხისმგებლობისაგან, გავათავისუფლოთ როგორც ვთქვათ, გამოიხსნოს ადამიანის პასუხისმგებლობა. ახლა აქ აი ეს შემთხვევებში როდესაც შემთხვევა ხდება, დანაშაული შემთხვევა ხდება, რა თქმა უნდა, ის რომ შემადგენლობა გვაქვს, რა, შემადგენლობა გვაქვს კოდექსში ამ მოქმედებისა, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა, ეს გვაძლევს, თქვა, გარკვეულ პროცესუალურ შედეგებს გვაძლევს, რომ ჩვენ ეს გვაძლევს უფლებას დავიწყოთ გამოძიება. აი შემადგენლობა კი თუ არ არის სხვა ადამიანის მოქმედებაში, ჩვენ გამოძიების დაწყების უფლება არ აქვს, თუმცა რომ დაწყების განცხადება იჩინოს, თუ იმ განცხადებაში არ ჩანს კოდექსში მოცემული რომელიც შემადგენლობის ნიშნები არ ჩანს, ჩვენ არ გვაქვს უფლება ადამიანის მიმართ გამოძიება დავიწყოთ. და საერთოდ გამოძიება წარმოვა რა, ეს ასიძიება. დიახ. აი ეს შემადგენლობა არსებობს ადამიანის მოქმედებაში უკვე აი ეს არის საკითხი და ახლა მაგრამ აქ არ წდება ამის წინასწარ რა თქმა უნდა რეალობისა და ადამიანის დანაშაულობის საკითხი არ წდება მთლიანად ამის როგორც ვიცით უკვე მიდის გამოძიება და ახლა გვაქვს შემთხვევა ადამიანის სიკვდილის, ხო, დაატანების სიკვდილი ადამიანის და დანართმული რაღაცა და გვაქვს მინდა ეს ეჭვით დავაკავეთ და მინდა გამოძიება შემდგენობა გვაქვს გამოძიების უფლება დაწესება გვაქვს
Როგორც პოლიციას არამის უფლება არ ექნებოდა ვერ იმუშავებდა გამოძიებას. უკვე დააკავეთ ეს პიროვნება. ხო და ახლა დავაკავეთ ეს პიროვნება, დავაკავეთ ამ ფაქტზე, გავაკავეთ და ძეგება გამოძიება და აღმოჩნდა რა, რომ საქმე გვაქვს აუცილებელი მოგიერების უმარეობასთან. მასწავლებლებს გამოუწვევ არამებაზე. აქ უკვე შეწდება გამოძიება, შეწდება პირველ სისტემაში დევნას დაწერილი ამ პირის მიმართ. მის მიმართ გამოძიება მინარეობა. ანუ აი ხედავთ უკვე რა საპროცესო შედეგები მოიტანა მასწავლებლებს გამოუწვევ არამებაზე. რომ ესე იგი შემადგენლობა იძლევა მის საშუალებას რომ პროცესუალებას იძლევა მის შემადგენლობას რომ დავიწყოთ გამოძიება ფაქტის გამოკვლევას დავიწყოთ ვაწარმოოთ და გარკვეულ ეტაპზე უკვე მართლმადიდებლობის გამოუჩველი გარემოება შედეგს იძლევა რომ ეს შევწყვეტოთ საფუძველზე რომ სამართლის საფუძველს შევწყვეტოთ თუ არ აღმოჩნდა მართლმადიდებლობა აღმოჩნდა ეს მოქმედება მე რომ გრძელდება და უკვე თუ არ გამოჩნდა ეჭვი მის სერიოზული ეჭვი რომ შოურაცხის პიროვნება ის იმათ გამოძიება მიდის საქმე წავა ბოლომდე და თუ შოურაცხის ეჭვი გაჩნდა და ბრალს გამორიცხავთ უკვე საერთოდ ესე იგი ამ შემთხვევაშიც შეწყდება საქმის წარმოებაში ახლა საპროცესო კოდექსში ასახულია გარკვეულ წესს შედეგობრივად ესენი რა მაგალითად როდესაც როცა გვაქვს შემადგენლობის არარსებობა და მართლმადიდებლობის არარსებობა რა ამ შემთხვევაში ეს ორი გარემო ცალკეა გამოტანილი და ეგრევე წდება ან გამოიწვევს ეგრევე გამომართლებელი განაჩენი როდესაც დადგინდება არაბრალეულობა დადგინდება ამ შემთხვევაში სასამართლო განხილვა ბოლომდე მიდის და დგინდება ფაქტობრივი გარემო ყველაფერი დგინდება საბოლოოდ დგინდება და მერე უკვე არაბრალეულის მოქმედება სხვაგვარი სამართლებრივი შედეგები მოდის რომ ესე იგი გამართლება კი არ ხდება არამედ საჯერისაგან განთავისუფლება საჯერის დანიშვნა აღარ ხდება და ასე რაღაცები აი ესეთი პროცესუალურად ესე იგი სხვაგვარ შედეგებს იწვევს მასშტაბად ახლა თვითონ კლასიფიკაცია როგორ წარმოგიდგება მასდამე აი ამ ბრალი მართლმადიდებლობის გამოუჩველი გარემოს კლასიფიკაცია როგორ წარმოგიდგება ესე იგი პირველ რიგში რა თქმა უნდა გვაქვს უკიდურესი აუცილებლად განპირობებული მდგომარეობანი და გარემოებები, უკიდურესი ვითარები, გამოწვეული მდგომარეობანი და გამოწვეული გარემოებები, ეს არის აუცილებელი მოგება, როგორც გითხარით, ეს არის ლიტერატურაში ზოგჯერ ამოწოდებენ აუცილებელი თავდაცვა, აუცილებელი მოგერების დროს, ტურავ სახელმწიფოში ასეა შეტანილი, აუცილებელი მოგერება, აუცილებელი თავდაცვა, აუცილებელი მოგერების დროს, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ორჯერ აუცილებლის გამოყენება არ არის საჭირო თავისთავად აუცილებელი თავდაცვა ნიშნავს საკმარისია თქვა რომ აუცილებელი თავდაცვა მოგერების დროს მოგერება თავისთავად ხალხი მოგერება აუცილებელი ხდება არა იმიტომ რომ თავდაცვა როცა არის აუცილებელი დიახ შემდეგ ეს არის აუცილებელი დახმარება აუცილებელი მოგერების დროს აუცილებელი დახმარება ახლა ეს საკითხი კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ახლა წავიდეთ ნაწილობრივაზე რომ აი მაგალითად სახან ჩვენ თქვით რომ ვარდებულება არის, იცი, უფლება არის ადამიანისა გამოიყენებს თუ არა მართლმადიდებლობის გამოუჩველი გარემოება თვალსაჩინოდ ისარგებლოს თუ რა პრივილეგიით, კანონით მონიჭებული პრივილეგიით, ეს მისი უფლებაა და არა ვარდებულება, მაგრამ ზოგჯერ ესე იგი შეიძლება ეს იყოს ვარდებულება გამონაკლის შემთხვევებში. აი მაგალითად, როდესაც მე სამართლებრივი ვარდებულები მაგისტრია ვიღაცის მიმართ, ოჯახის მიმართ, ხო? მამა, დედა ვარდებულია შვილზე იზრუნავს, ხო? თუ შვილს რამე საფრთხე ემუქრება, ისინი ვარდებული არიან ეს საფრთხე მოიგერიონ, შვილს ააცილონ ეს საფრთხე მოიგერიონ. ეს არის ვარდებულების უკვე აუცილებელი დახმარება. საფრთხის აცილებაში, აუცილებელი დახმარება. მე ვიტყოდი, თქვათ, ეს მუხლი რო გვაქვს საფრთხის დელექტები რო გვაქვს. საფრთხის დელექტები 127 მუხლი, 119 მუხლი, 110 მუხლები რა. ეს არის რომ ვარდებულებები არის დახმარების ვარდებულები გამომდინარეობს ამ ნორმიდან. ახლა ზოგიერთ სადავახტება მაგალითად საკითხი, რომ გარკვეული ვითარებაში ეს აუცილებელი დახმარება მხოლოდ ესე იგი დახმარება არის თუ ჩვეულებრივი მართლმადიდებლობის გამოუჩველი გარემოებად. აი მაგალითად განვიხილოთ. აი მაგალითად თუ აუცილებელი მოგერიება, მაგალითად აი ეს რაღაცა მე რომ მოქმედება განახორციელე და როდესაც დავეხმარე ეს არის აუცილებელი მოგერიება თუ ეს არის აუცილებელი დახმარება. ეს ისეთ შემთხვევაში წარმოიშვება ეს დავა, როდესაც კანონით მე ვარდებული არ მაქვს, როდესაც დავეხმარო. მაგრამ აქვს რატო ზოგადად დახმარების ვარდებულება მაქვს, რაღაც თუ ადამიანი არის საშიშ მდგომარეობაში, საფრთხის ქვეშ არის, მე ვარდებულება მაქვს, რომ შეგვიძლია დავეხმარო მას
კი არა, მარტო აქ შემიძლია, შემიძლია დავეხმარო მას. ვარდებული ვარ დავეხმარო და არ უნდა ავარიდო თავი ამას ამ დახმარებას. და ოღონდ კანონი ამბობს იქა დაუკვირით, თუ ეს შესაძლებელია საკუთარი სიცოცხლის ჯანმრთელობისათვის და ზიანის მიმოყენებლად. ახლა თუ მე საფრთხე მეკუთვნება, მაგალითად ვაცალ სერიოზულ საფრთხეს ქვეშ არის. ვატა ხანძრის ქვეშ არის, ხანძარი და სახლი იწვის და მოემწყრა იმაში, სახლში, ხანძარდაკიდებულ სახლში ადამიანი და იწვის და მე დავინახე და უნდა დავეხმარო, ვარდებულიყო მაგ, მაგრამ ახლა მე თუ ისეთ საფრთხე რომ მე რო შეიძლება დავიწვევი მასთან ერთად, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში მე კანონი აღარ მოვალდებულებს ამას, მიხდეს ამ საფრთხეს. მაგრამ თუ ამის საფრთხე არ მემუქრება, ის შემიძლია გამოიყვანა ადამიანი ცეცხლიდან არ გამოიყვანა, პასუხს ვაგებ. და დახმარების მოვალეობა არის, ეს აუცილებელი დახმარება რა შემთხვევაში. კანონით გათვალისწინებული. მაგრამ ახლა ზოგიერთ ძნელია აქ მიჯინის გავლება. აი მაგალითად თუ ადამიანს ვიღაც ბანდიტი ესხმის თავს, შერეღებული ბანდიტი ესხმის თავს, მე მავალია, მეკისრება ვარდებულო დახმარება აღმოუჩინო, მას დავეხმარო, კანონით მივალდებული. ვარდებული ვარ დავეხმარო მას მე და არ ავარიდო თავი დახმარებას, ოღონდ იპირობით რომ მე თუ საფრთხე არ მემუქრებო. ახლა ბანდიტი თუ ავტომატიკავია ხელში და მიუვარდე და დაუწყო ჭიდაობა. ახლა ამ შემთხვევაში ხო ესეთი შემოუკლას არა და ამ შემთხვევაში მე კანონი ვერ დამავალდებულებს რომ მე ჩემი თავი გავწირო, მაგრამ თქვა ახლა და გავიმეტე თავი. ვიღაცა მოკალაკისთვის ბავშვია, ვიღაცა არის არწონია რაღაცა და შემეცოდა, შემებრალა და ავდეთი და გავიმეტე თავი თუ მოუკლას და ავდეთი და გაუწია წინააღმდეგობა და მართლაც შემძელი მოიგერიე. წავარდი და ზიანიც მოვაყენე მოგერებ. ახლა ეს იქნება აუცილებელი დახმარება თუ აუცილებელი მოგერიება. ოთარ გამყრელიძე ამბობს რომ ეს აუცილებელი დახმარება არის მაინც, მაგრამ მე მიგონია ეს ხო თქვენ გადაიც აუცილებელი მოგერიებაში. როდესაც მე ასე დახმარებას ვიძლევი შემთხვევაში საფრთხე ემუქრება ჩემს უწოდებს მე თქვენ ხო შემეძრო გაუცილებელი ვარ პოლიციას გადავურიყო, მაგრამ ვიცი რომ სანამ პოლიცია მოვა მას მოკლავს ესა. და ამიტომ ჩავერთე მე აქტიურად და გაუწი აქტიური წინააღმდეგობა გაუწირე ჩემი თავი, ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაუწირე ამ ადამიანისთვის მე და მოვიგერიე, შემძელი მოვიგერიე. ეს უკვე აუცილებელი დახმარების იმას ფაქტს ცილდება. როგორც ეს ბატონო ოთარ გამყრელიძეს, პროფესორ გამყრელიძეს. ეს უკვე ფაქტობრივად არის აუცილებელი მოგერიება, იმიტომ რომ აქ მე ვარდებულება არ მეკისრა დახმარების. მოხსნილი ქონდა ვარდებულება დახმარების, იმიტომ რომ საფრთხე იყო ძალიან დიდი ჩემი სიცოცხლისთვისაც. დიახ. ხო, მაგრამ ჩემთვის ხო არ მიგერიებდი, მაგას არ მომიგე. კი, რა თქმა უნდა, არ მოვალეობა მე არ მეკისრა ამ დახმარების უკვე რა. მე გასაჩუქრებული ვიყავი დახმარების მოვალეობისგან. აუცილებელი დახმარებაში იგულისხმება კანონით დაკისრებული ვარდებულება სამართლიდან, ან კანონიდან, ან საერთოდ სამართლიდან გამომდინარე ვარდებულება დახმარებისა. ახლა არც ერთ კანონში არ წერია, რომ საფრთხის ქვეშ ყოფ ადამიანს ვარდებული ხარ აღმოუჩინო დახმარება. არც არ წერია ეს, მაგრამ თავისთავად თრიალ სამართლები მარჩენებიდან გამომდინარეობს, ჩვენ ხო კულტურის ნორმიდან ამოთხოვე, კულტურა ეს ვარდებული იქიდან გამომდინარეობს, ამ ვარდებულებას მაგისტრს განამტკიცებს უკვე კანონი იცავს, ამ ვარდებულება მაიძულებს კანონით დავიწყოს. აი ეს დაჯერება რო შემოიღო ამით. მაგრამ როდესაც უკვე საფრთხე რეალურია, პირადად ჩემს სიცოცხლეში ჯანმრთელობისთვის და მიუხედავად ამისა მე მაინც მიმოქმედე, ეს უკვე აუცილებელი დახმარების ფარგლებიდან გადის. ეს აღარ იმიტომ რომ დახმარების ვარდებული აღარ მქონდა, მე აღარ მაქვს ამ დროს. მე ამას არ მეთანხმება ბატონო თერაპევტი, მაგრამ მე მგონია მაინც მე ვარ მასალებით. თუმცა თქვენ შეიძლება გაიზრდეთ ბატონო პროფესორ თერაპევტის პოზიცია გაიზრდეთ და მიიღოთ ისა იცაფოთ დასაბუთებულად დიდი პოზიცია ვარ. მე ვფიქრობ რომ ესე შემთხვევაში როდესაც მე უკვე ეს ვარდებულება მომეხსნა შემქმნელი ვითარების გამო, სიტუაციის გამო, საფრთხე აქვს უკვე ჩემს სიცოცხლეში ჯანმრთელობა და ამ დროს მე მიუხედავად მაინც გავწირებ ჩემი თავი და გადავარჩინე ვიღაცა მოვიგერიე საფრთხე, ეს უკვე არის ჩვეულებრივი აუცილებელი მოგერიება რა. აუცილებელი მოგერიება, თუ ეს აუცილებლობა იყო უკვე ამ საფრთხის მოგერიება იმ სიცოცხლეში საერთოდ იყო აუცილებლობა უკვე, ვითარების ჩოქილი აუცილებლობა და გადავიდა აქედან ეს სიტუაცია უკვე აუცილებელი მოგერიების ვითარებაში გადავიდა და გაცდა აუცილებელი დახმარების ფარგლებს დიახ. ახლა ამ უკიდურეს მდგომარეობასთან დაკავშირებულია კიდევ იგივე უკიდურეს აუცილებლობის მდგომარეობა. ეს ორგვარია უკიდურეს აუცილებელი მდგომარეობა, დეფენზიური ანუ თავდაცვითი და აგრესიული უკიდურეს აუცილებელი მდგომარეობა. თავდაცვითი ახლა მაგალითად როდესაც მე ისე მოვიგერიე საფრთხე ისე გადავარჩინე ჩემი მქონია რომ ესე იგი ისე სხვისასაჯროდ ვიმოქმედე მაგალითად აი მაგალითად არა მეზობლის საფრთხე წაეკიდა და ანდათ თქვა შემქონებას მიადგა ზე აი მაგალითად მეზობელმა დატოვა ზემოთ ისა მოშვებული წყალი კრანი ღია დატოვა მოვიდა წყალი რომ ჩაითო წყალი მოვიდა
და წარმოიღო თქო გადმოვიდა ყველაფერს და ყველა ჩამომიტო აქ ერთი 9 მილიონი შეიძლება უძბაქ რემონტი გაკეთებული და მოდის ეწარეს 9 მილიონი გაწაროს წყალს წყალმა ყოველდღე გამოდის ამ შემთხვევაში მე შემიძლია უფლება მაქვს ესე იგი გარკვეული წესები დაწვა თქო და შევანგრიო კარები მის ბინის კარები თუ სახში არ არის თვითონ ბატონი შევანგრიო მის ბინის კარები რომ წყალი გადავუკეთო რომ გადავარჩინო ჩემი ქონებო ახლა ეს კარები რომ შევანგრიე ზიანი მივაყენე ამ ზიანს უკვე ეს არ არის აგრესიული უკიდურეს აუცილებლობა მიუხედავად იმისა რომ სხვასაც თითქოს და შეიძლება სხვის ქონებას მივაყენე ზიანი ეს აღარ არის აკეთებ უკიდურეს პირო მისი ბრალილობით იყო გამოწვეული ეს უკიდურეს აუცილებლობა მისმა ბრალილობამ შექმნა სხვისმა ბრალილობამ შექმნა ეს უკიდურეს აუცილებლობის მდგომარეობა და ეს ზიანი უკვე გადის როგორც თავდაცვითი უკიდურეს აუცილებლობა ჩვენთვის იქნება თავდაცვითი და ამიტომ მე ამ ზიანს არ ვანაზაურებ პირიქით ისამინატურამე ზიანი მოხდა ისამინაზაურებს აი ასეთ რომ განსხვავდეთ თვითონ თავდაცვითი და ესე იგი აგრესიული უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა ეს არის თავდაცვითი ხო და აგრესიულია როდესაც მე ერთი მეზობლის სახლი რო გადავარჩინო ან ჩემი სახლი გადავარჩინო მეზობლის ქონება რო გამივიყენებ ახლა ხო აი ეს აგრესიული თავდაცვითი უკიდურესი აუცილებლობა ახლა სხვის ქონება რო გამივიყენე რა ეს ხო უკიდურესი აუცილებლობა იყო შემდეგ ახლა როდესაც არის ასეთი რანგირება კიდევ ამ იმისა მართლაც გამწვევებით კანონში რა თორსიკებული ესე იგი ინტერეს ღირებულებათა კოლიზიის და აი მაგალითად დაზარალებულის თანხმობა აი ესეთი ისა ღირებულება თქვა არის ერთი ჯანმრთელობის ცოცხლი მაგრამ ორი არის სპორტული ღირებულება სპორტული ჟინი და სპორტული აი არსებობა სპორტსახეობის ამის ეს ორი ღირებულება თქვა აი დაზარალების თანხმობის შემთხვევაში თქვა შემდეგ ასეთი ისა კიდევ ანდა თქვა კიდევ ესა დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა ასეთი არსებობს აი მაგალითად დაზარალების სავარაუდო თანხმობა მოთხოვნა როდესაც ავარიაში მოყვა ადამიანი და უგონდობარებაში მიიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გასაკეთებელი სასწრაფო გაუდებელი იმიტომ რომ სამ პატრონი მოვიდა ნებას მოგცემდა რაღაცას ეღებს შეიძლება კარი მოგდეს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკეთებენ ოპერაციას ყველაფერს აკეთებენ რომ გადაჭდეს ადამიანი მიუხედავად იმისა მისი პატრონი იქნებოდა თუ არ იქნებოდა თანახმობა რა თქმა უნდა ეს აბუგე ვარაუდი არის დაშვებული რომ ეს ადამიანი გონზე ყოფილიყო თანახმა იქნებოდა რომ მის მიმართ ეს ოპერაცია ჩაეტარებინა და ფეხი მოკვეთეს თქვა იმიტომ რომ განგრენა არ დაწესებულიყო ახლა მე ეს ვერ იჩივლეს მაგალითად იმას რომ მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის დაზარალებულის თანხმობა ან სავარაუდო თანხმობა ყოველთვის კი გამორიცხავს პასუხისმგებლობას მართლიანობას კი გამორიცხავს ყოველთვის მაგალითად იმას ცენტრში ხო ჩემ პრაქტიკაში მე ვქონდა თვითონ საქმე ეს მოხდა მესხეთში ქალს ერთ-ერთ ქალს მესხეთის ერთ მაცხოვრებელს ქალბატონს ატკივდა საშინლად კბილები რა მთელი ქვედაყბილი და კბილები ატკივდა საშინლად რა და მივიდა კბილის სტომატოლოგ ექიმს კბილის ექიმთან რა ხო და იმ დროს ამუშავე ეს კბილის ექიმიც კვალიფიციური სპეციალისტი კარგი სპეციალისტი იყო შეგვიძლია შევას თუმცა გაგუზარი საათად იყო და იყო ცვლიდა ვასა სხვა მას სტომატოლოგი ეტყობა არ იყო კვალიფიციური სპეციალისტი და აზგადა რომელი აი ეს კბილი ძალიან ყველაზე მეტად ეს კბილი იყო როგორც ფედაპის კბილი ამოაძრო ეს კბილი წავიდა ეს ქალბატონი რა წამლები ვაყოთ და გაუშვა კბილი არ ცხება მოვიდა ახლა რომელი თუ ახლა ეს კბილი და ასე სიგიდის მარშრუტით დააცალა 16 კბილი რა დიახ და ახლა რა მოხდა ეს მასშტაბი ეს იყო არაკვალიფიციური სპეციალისტი და თუნდაც გამოიყვა რა გამოიყვა რომ ესე გამხარს ჭირდა სამწორა ნერვის ანთება თქო რა და არაფერს შორში არ იყო ფილები თვითონ საერთოდ ამასთან რა ფილებს მიზეზი არ იყო მოწორება ეს არაკვალიფიციური გამოსდების სპეციალისტი ესე იგი ვერ მივს ამას და ძალიან ესე იგი ზედა და ქვედა ყბაზე 16 კბილი დააცალა აი ეს ახლა იქ კბილების ამოღებაზე დაზარალებულ თანხმობა იყო რა თქმა უნდა ხო მაგრამ ეს რო შეიძლება მართლაც გამოცხო გარემოება ხო სიტუაცია ამიტომ ვამბობ ხოლმე მე რომ ესე იგი სისხლის ამართაში დანაშაულთა ყოველი ფაქტი განმეორებელია ყველა ფაქტი ვარტებს ინდივიდუალური მიდგომა და აი ეს დაზარალებული თანხმობა ზოგჯერ გამომრიცხველია და ზოგჯერ არ არის გამომრიცხველი ესე იგი პასუხისმგებლობის აი ასეთი ის არის შემდეგ კიდევ ერთი რანგირება ახლა კიდევ სხვაგვარი ესე იგი გარემოებებიც არის მართლაც გამორიცხველი მაგალითად მოვალეობათა კოლიზია ასეთი არსებობს როცა ერთდროულად წარმოშობა ორი თარგმანმშვილოვანი კოლიზია მოვალეობისა
აა მაგალითად ალბათაც რა ქირურგიო და აგერა ჩემი შვილი ყდება ავარიაში მოყოლი და აგერ კიდევ რაღაცა ყდება და გამიძახეს ავდეგი წავიდე ჩემი შვილი გადავარჩინა ამ შემთხვევაში ახლა ვერ მემისაყოდურებს იმას რომ შენ რატომ იქ არ წახვედი იყო მოვალეობა ვარდებული ამოიჩინა დახმარება ავტობუსის გადაუდებელი დახმარება მაგრამ აქაც გადაუდებელი ვითარება იყო ორი ერთდროულად წარმოშო ორი მოვალეობათა კოალიცია შემდეგ სამოხელეო და სხვა სამსახურებრივი საქმეა ახლა აღნიშნეთ ეს სახლი დაანგრიეს თქვა ახლა იყო ბულდოზერით მივიდა რაღაცა დაანგრევენ ეს მთის სამსახურების საქმიანობა არის და მოხელის საქმიანობა არის შემდეგ დამნაშავის შეპყრობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მარჯვენა რისკი კიდო ვიცით როცა რაიმე ესე იგი მოსწავლეების ზენი თავიდან ასაცილებად ხდება რაღაცა ესე იგი კომპრომისის გაკეთება მაგრამ ყველანაირი ზომის მიღება თქვა რომ გამოირიცხოს მას შედეგი აი მაგალითად მარჯვენა რისკი რა იქნება უკიდურეს საოცრად უმარება იქნება თუ სხვა ზოგადად ძნელია მარჯვენა რისკია თუ უკიდურეს საოცრად უმარება აი მაგალითად როდესაც ქირურგი არ არის ადგილზე რომ ახლადაც მივუყურებელი რაიონია და არის ესე იგი მედიცინის მუშაკი მაგრამ არა ქირურგი მაგრამ რაღაც წესები იცის ამ ქირურგ გაკვეთის ამოჭრეს რაღაცები და ყველანაირი ზომი მიიღოს სტერილიზაციის იმის რაც კი იცოდა იმას და ამიტომ გადაუდებოდა ისე იგი თუ დაეროდებოდა ქირურგის მოსვლას მოგდებოდა მანამდე ეს ადამიანი და გააკეთა რისკი წევი და ის რისკი იყო და გააკეთა მაგრამ ვიც ნაკლებ კვალიფიცირებულ ქირურგიაში ვერ იყო კვალიფიცირებული ქირურგი არ იყო საერთოდ ექიმი იყო მაგრამ ქირურგი არ იყო და ქირურგის მოვალეობა შეასრულა დაუშვათ მოხდა რომ ამან დაუშვა შეცდომა ამ დროს რა ვერ გააკეთა კარგად ესა და მოვიდა ადამიანი რო კარგად გაკეთებული იყო მომეჩი გადარჩებოდა ადამიანი მაგრამ სხვა არცაღავნა მაგრამ არ იყო სხვა გამკეთებელი და სხვა თუ დავიდებოდა მაინც მოკვდებოდა ეს ადამიანი დიახ ამიტომ ეს წავიდა ისე უბრალოდ ყველაფერი ზომა ეხმარა მაგრამ რაც კი შეეძლო თავი ჩოდნა გამოცდილება გამოიყენა მაგრამ მაინც არ იყო ეს ყველაფერი და ადამიანი მოუკვდა ასე რომ თქვა ეს იქნება მარჯვენა რისკი ალბათ აი ეს ასე გონია დიახ შემდეგ ახლა მაგალითად აი ეს კიდევ სხვა ასეთია ეს გარემო რაც უბრალოდ დაუწურავი არ არის შეიძლება იყოს სხვა მათ უწოდებენ ეგრეთ წოდებული ზეკანონური პატრიოტული გამოიწვევი ზეკანონური გარემოებები ზეკანონური ანუ რაც კანონით არ არის დაფარცინებული შეიძლება ასეთი მრავალგვარი იყოს აი მაგალითად ახლა ვთქვი და ქურდისგან ძალის გამოყენებით აი ფორმის უკან დაბრუნება თქვა აი ასეთი ხო ეს ვითარება შემდეგ არის კიდევ ასეთი მაგათ ასეთი რაღაცა დამნაშავე ოთარ გამრეძის თავის სახელმწიფოს დასახელებული თავის წიგნში დამნაშავის განიარაღება. ეს შეიყვარა დამნაშავე მაგათაც ესა იერარქია, თვალია, ისვის იქითაკეთ და რაღაცა მოკრეს და მივარდი და ეს იერარქი გამოვტაცა წავართვის იერარქი მას. ისიც საკუთრება არის ტაბელური იერარქია. დაატრვა და საფრთხე შექმნა უკვე თავის იერარქი და წავარდი. ის არ დავაკავე პოლიციის დაგადევით მაგრამ იერარქი წავარდი ძალა გამომიყენე. ეს იქნება მათრანს გამოუწვეული გარემოება. ასევე სხვა ნივთი ჩამოთვლება, აი მაგალითად თვალია, ადამიანი გახეთქილი თვალია და უნდა დაჯდეს საჭერზე, კაი მერსედესზე და გააკროლოს, წავიდეს. და საფრთხეა, ძალიან დიდი ადამიანი დახოცოს შეიძლება, ათნო დაიღუპოს. ავდექი და გასაღები წავართვით. აი მე ეგაჯდეს არა ხომ მოხდა ეგეთი ინციდენტი ახალწელს აი რა ისო და კავშირი მომდა. არა უბრალოდ გამახსოვდა. და ახლა ესე თქვა აი მანქანის გასაღები წავართვით, ნივთი ჩამოთვლილია მას. დიახ. და რაც ნივთი ჩავარდით, თუ საშუალება შექმნა ამ ნივთით ვაწყო. ხო არის იგი იმას ამიშნავს ისეთ სიტუაციაში. მაგრამ კი მოსაკუთრება ამ ნივთს თუ კი ვარ მოსაკუთრებულო და აი იმ მომენტში ვაუკეთავ ამ საგრების შესაძლებლობას რა. აი ასე ვისაკი, მაგალითად აი ეს რანგირებები ასე რომ ვთქვათ, მანქანობის გამომრიცხველი გარემოებებისა რა. ამდენ დაგჭო. დამთავრდა. ამ დირექტორმა ყოებს.